მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს მშობლის კიბლის live ჩართვაში მე ვარ. ჩემი სახელი არის ცირა ბარქაია და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე თამაშის მნიშვნელობაზე. თუმცა სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ, ტრადიციულად მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მაკ ჯორჯიას პლატფორმა მშობლის კიბრი. ვინც პირველად გვიერთდება ასეთი live ტიპის გამოშვებაზე, გვინდა გითხრათ, რომ ეს არის პლატფორმა პირველ რიგში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლებისათვის, თუმცა ბუნებრივია აქ ძალიან ბევრი საინტერესო ლაივი იდება სხვადასხვა სტუმრების მიერ ჩაწერილი, რომელიც ეხება ზოგადად ბავშვის განვითარებას, ბავშვის განვითარების ხელშეწყობას, მშობლობას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ სხვადასხვა ალბათ ბავშვთან მომუშავე პირებისთვისაც საინტერესო პლატფორმაა. მე შევეცდები, რომ დღეს საკმაოდ ნახევარსაათი ჩავეტიო, თუმცა სანამ დავიწყებდეთ ტრადიციულად დაველოდოთ 1-2 წუთით ჩვენს მსმენელებს, რომ შევუღვიეთდნენ. კარგი, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ და აქვე აღვნიშნავ, ვინც ახლა შემოგვიერთდა და ან ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდება, გული არ დაგწყდეთ. ჩვენ ეს ახლა კი არის პირდაპირი ჩართვა, თუმცა პირდაპირი ჩართვები ავტომატურად მის ჩანაწერები იდება ჩვენს პლატფორმაზე და შეინახება და ყოველთვის სულ მუდმივად დევს ეს ვიდეო ჩანაწერები მშობლის კიბლის პლატფორმაზე, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის შემოხვიდეთ, ნახოთ, გაიმეოროთ, გადაახვიოთ და ასე შემდეგ. მე როგორც გითხარით, დღეს ვისაუბრებ თემაზე, როგორც ჩვენს ასე ვთქვათ ვებინარს დღეს დავარქვით, ეს არის თამაში და განვითარება, თუ განვითარება თამაშით. რატომ გადავწყვიტეთ, რომ ესეთი ასე ვთქვათ შეტყობინი, ესეთი გზავნილი გქონოდა თამაშთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ხშირად არის, როდესაც თამაში აღიქმება როგორც მხოლოდ გართობის პროცესი და საუბარი გვექნება ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებაზე და 0-დან 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე ამ შემთხვევაში და ხშირად აღიქმება, რომ თამაში არის მხოლოდ გართობა, პროცესი, რომელსაც ბავშვი თავისუფალ დროს ახორციელებს, თავისთვის ერთობა, ხალისობს და ასე შემდეგ. ცხადია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი თამაშისა სწორედ ეს უნდა იყოს და ეს არის კიდეც, რომ ბავშვი ხალისს უნდა იყოს პროცესში ჩართული, თუმცა მნიშვნელოვანია და მე ვეცდები ბევრი არგუმენტი მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით, რომ ვიყო დამაჯერებელი, რომ თამაში არის ბავშვის ადრეულ ასაკში, ბავშვის სწავლისა და განვითარების მთავარი სტრატეგია და რას გულისხმობ თამაში? ანუ ხშირად არის ხოლმე, როდესაც ვამბობთ, რომ თამაში არის სწავლისა და განვითარების სტრატეგია და ხშირად მოვუწოდებთ ხოლმე მშობლებს, სპეციალისტებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, რომ თამაში იყოს მაქსიმალურად წამყვანი ფორმა ბავშვების განვითარების ხელშეწყობის, ანუ თამაში იყოს სტიმულირებული, თამაში იყოს წახალისებული. თუმცა ხშირად არის ხოლმე, რომ ამისი გაგებაც კი, ანუ რას ნიშნავს თამაშის პროცესის წახალისება, რას ნიშნავს თამაშის როგორც სწავლისა და განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა, ესეც ხშირად შეიძლება ინტერპრეტირდეს სხვანაირად და რეალობაში მე მშობლების მხრიდან თუ პრაქტიკოსების მხრიდან, მაგალითად ადრეულ და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ვნახოთ, რომ პროცესი ბავშვის განვითარების რასაც უწოდებთ ხოლმე თამაშის ხელშეწყობა ხდება. ეს პროცესი სინამდვილეში არის ძალიან ზრდასრულის მიერ წაწოლილი ხშირად, ზრდასრულის მიერ ხშირად შეწყვეტილიც კი და ხშირად ზრდასრული თამაშობს ან ზრდასრული ახორციელებს ბავშვის ნაცვლად გარკვეულ პროცესებს. ამიტომ
ჩვენ დღეს რაზეც ვისაუბრებთ, გავამახვილებ ყურადღებას, რა ტიპის, რა კატეგორიის ფორმები არსებობს, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა სტადიები არსებობს, ასე ვთქვათ, თამაშის, რომელიც შეიძლება კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში იყოს განსაკუთრებით დამახასიათებელი და აი ამ სტადიების გააზრებით და გათვალისწინებით შეიძლება მშობლისათვის საინტერესო იყოს ეს, იმიტომ რომ ამის გააზრებით და გათვალისწინებით დააკვირდეს ბავშვს, რას გვეუბნება ბავშვი, მისი თამაშის თავისებურებები, სად არის მისი განვითარება, რამდენად არის მისი განვითარება ასაკისადმი შესაბამისი, ან თუ დაუშვათ არის გარკვეული, ასე ვთქვათ, თავისებურებები ამ განვითარების პროცესში, ამაზეც გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს ის თუ როგორ თამაშობს ბავშვი. მე ასევე შევეცდები ვისაუბრო მნიშვნელობაზე, ანუ რა მიმართულებით უწყობს ბავშვის განვითარებას ხელს თამაში და იმედი მაქვს ამ ვებინარის ბოლოს ყველას გვექნება ესეთი შთაბეჭდილება, რომ და დავრწმუნდებით იმაში, რომ არ არსებობს ბავშვის განვითარების სფერო და მით უმეტეს, როდესაც ბავშვის მთლიანობით განვითარებაზე ვსაუბრობთ, სადაც თამაში არ არის წამყვანი და ყველაზე ხარისხიანი სტრატეგია ამა თუ იმ, ასე ვთქვათ, განვითარების სფეროების განვითარებისა, ხელშეწყობისა. პირველ რიგში მოდით განვმარტოთ და აღწეროთ, როგორ განმარტება თამაში. ესეთი უნივერსალური განმარტება, როგორც ასეთი შეიძლება ესე საზეპიროსავით არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები, სფეროში მოღვაწე ადამიანები, მკვლევარები, მეცნიერები და ასე შემდეგ შეთანხმებულები არიან იმ ძირითად მახასიათებლებზე, რაც აუცილებელია, როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ამ კომპონენტებს, როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიან თამაშზე. პირველ რიგში, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ და რაც ალბათ ყველაზე გავრცელებული მახასიათებელია თამაშის, რომ თამაში უნდა იყოს სასიამოვნო და სახალისო. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი, ასეთი ტიპის თამაში, ანუ ასეთი ტიპის პროცესი, რასაც ვაკვირდებით ბავშვს, არის სპონტანური და ცხადია ამ დროს ყველანაირი პროცესი შეიძლება, ყველანაირი ამბავი შეიძლება მოხდეს. შეიძლება სხვადასხვა ემოციები გამოხატოს ბავშვმა, სხვადასხვა სტრატეგიები დასახოს ბავშვმა, სხვადასხვა ამა თუ იმ პრობლემასთან მიმართებაში სხვადასხვა გამოსავლები იპოვოს და ასე შემდეგ. ანუ მნიშვნელოვანია, რომ აი ამ პროცესში ბავშვს ეტყობოდეს, რომ მას სიამოვნებს, რომ ის ამ პროცესში ჩართულია და ის ხალისობს. ხალისიც ასევე არნიშნავს იმას, რომ სულ რაღაცა ბედნიერი და გაღიმებული და ესეთი გახარებული დარბის აქეთ-იქით ან რაღაცას აკეთებს სულ ღიმილით. აქ საუბარია იმაზე, რომ ის არის კონცენტრირებული, ის არის ჩართული პროცესში, ის არის პროცესის წამყვანი და მისთვის ეს პროცესი სასიამოვნო და საინტერესოა. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ეს არის ის, რომ თამაში არის უნდა იყოს ამ თამაშის პროცესში ადგილი უნდა ჰქონდეს, საკუთარი ადგილი უნდა ჰქონდეს დამკვიდრებული წარმოსახვას. ანუ თამაში წარმოსახვითი პროცესია. ხშირად განსაკუთრებით 4 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვი, ან 3 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვების შემთხვევაში უკვე იწყება ეს წარმოსახვითი თამაშები, აი ვითომ თამაშებს რო ვეძახით ხოლმე. და ეს არის პროცესი, როცა ბავშვი იყენებს სხვადასხვა საგნებს, ნივთებს, მოქმედებებს, ადამიანებთან ურთიერთობებს, მოქმედებებს, აზრებს, იმისათვის, რომ საკუთარი მოქმედებები გადმოსცეს, საკუთარი მოსაზრებები გადმოსცეს, საკუთარი გრძნობები გადმოსცეს და სხვათა შორის აი ეს პროცესი, როგორც მშობლისთვის, ასევე სპეციალისტებისთვის, ან ბაღის მაგალითად პრაქტიკოსებისთვის საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ამას აკვირდება ზრდასრული და ხედავს ან მთლიან პროცესში ბავშვი რას გამოხატავს, აქ შეიძლება ძალიან ბევრი რამ დაინახოს მან შეიძლება დაინახოს ის განცდები და ის გრძნობები, რასაც იმ წუთას ბავშვი განიცდის, მაგალითად იმ კონკრეტულ დღეს მიღებული ან წინა დღეებში მიღებული გარკვეული გამოცდილებების შედეგად ან რაღაცა შთაბეჭდილებებით. იმიტომ რომ ხშირად არის, როდესაც ბავშვი ისეთ პროცესებს თამაშობს, რომელიც მისთვის საინტერესოა, ან რომელმაც მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. თუმცა აი ამ ნაწილს აუცილებლად დაუბრუნდებით, როდესაც უკვე თამაშის ფორმებზე ვისაუბრებთ. მესამე ბოდიში მნიშვნელოვანი მახასიათებელი ეს არის
რომ თამაში არის აქტიური პროცესი. ანუ თუ საუბრობთ ისევ და ისევ ხარისხიან ჩართულობაზე და ხარისხიან თამაშზე, ამ დროს ბავშვი შეიძლება იყოს ფიზიკურად აქტიური, ბავშვი აქტიურად და ინტენსიურად არის ჩართული პროცესში, ის არის წამყვანი და არა ის, რომ ის არის უბრალოდ პასიური ობიექტი მიმღები გარკვეული ინფორმაციისა. ხშირად არის ხოლმე მაგალითად, როდესაც მშობლებსა და ბავშვებს შორის მიმდინარეობს ეს თამაშის პროცესი და მაგალითად ბავშვს რაღაცის გაკეთება უნდა, რაღაცის აწყობა უნდა, ან მაგალითად მშობელი და ბავშვი ერთად პაზლს აწყობს, ან კუბურებით აწყობენ კოშკს. ხშირად არის ტენდენცია, ძალიან ხშირად შემჩნევა ეს ბაღებშიც და ოჯახებშიც, როდესაც დაასრულები არბათერევიან ამ პროცესში და იწყებენ ბავშვის ნაცვლად რაღაცის აწყობას, ბავშვის ნაცვლად რაღაცების გაკეთებას, ბავშვების ნაცვლად რაღაცების დახატვას და მე აი ამ რაღაცა უკვე შექმნილი შაბლონების და კონსტრუქტების შეთავაზებას, რა მოდი ესე გააკეთე, ან მოდი ესე დახატე, ან მოდი მაინც და მაინც ამ ფერადი ფანქრით გააფერადე. აი ეს არის უკვე ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვეძახით, რომ ეს არ არის ბავშვის მიერ წაწოლილი პროცესი და ეს არის პროცესი, სადაც ბავშვი უკვე ხდება მეტნაკლებად პასიური, ანუ უკან გადადის, ის არ არის წამყვანი, ის არ არის ლიდერი თამაშის პროცესში და შესაბამისად ნაკლებია ამ შემთხვევაში ხარისხიანი განვითარების ხელშეწყობა, როდესაც საუბრობს დასრულების მხრიდან ხელშეწყობაზე, ანუ ვერ ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში ეს ამ შემთხვევაში ხარისხიანი ხელშეწყობაზეა საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საუბრობს ხარისხიან თამაშზე, აქ მივაქციოთ ყურადღება თუ რამდენად აქტიურია ბავშვი იმ კონკრეტულ აქტივობაში, რამდენად აინტერესებს. აქაც მნიშვნელოვნად შემოდის, რა თქმა უნდა, ის რამდენად აინტერესებს ბავშვს ამ პროცესში ყოფნა, რა არის იქ მნიშვნელოვანი, რა მასალებით დაინტერესდა, რა რესურსებით დაინტერესდა, ან იგივე ინტერაქციაში რა მომენტით არის ის დაინტერესებული და საერთოდ რა მისი შინაგანიდან რა ინფორმაციას გამოსცემს, ან რა განცდებს გამოსცემს ის. შემდეგ მნიშვნელოვანი მახასიათებელი ეს არის, რა თქმა უნდა, ის რომ და რაც ფრიად კავშირში, ანუ ხევსემოთ აღნიშნულ მახასიათებლებთან, ეს არის, რომ თამაში უნდა იყოს მოხალისეობრივი პროცესი, ანუ სურვილისმიერი პროცესი, ხო? ბავშვს არ უნდა ვაიძულოთ, რომ ჩაერთოს მაინც და მაინც ამ თამაში, ან ამ აქტივობაში, ითამაშოს მაინც და მაინც ამ თამაშით, მაშინ როდესაც მას აინტერესებს რაღაცა სხვა პროცესები. ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ხშირად თვითონ თამაში, როგორც განვითარების და სწავლის პროცესი, სინონიმად არის განხილული ხოლმე თამაშობასთან. ამასაც აუცილებლად მოგვიანებით შევეხებით. ანუ იმ თამაშობები რა არის, ხო? ანუ ის პროცესი, რომელიც გარკვეულ წესებს შეიცავს, რაღაცა გარკვეულ წესებს ეფუძნება და აი ამ წესების შესრულების პროცესში აი ამ კონკრეტულ თამაშს თამაშობს, ესე იგი ბავშვი. მე როდესაც ვსაუბრობ უშუალოდ თამაშის პროცესზე, ვსაუბრობ აი იმ განვითარებისა და სწავლის მახასიათებელზე და პროცესზე, რომლითაც ბავშვი ქცევის სახით, ასე ვთქვათ, ითვისებს სამყაროს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი რაღაცნაირად ერთმანეთისაგან განვასხვაოთ და ყურადღება მივაქციოს თვითონ პროცესს, არა აქტივობას, რომელშიც არის ის ჩართული, არამედ თუ როგორ არის ის ამ პროცესში ჩართული, ანუ არა იმ თამაშს, რომელ თამაშსაც ის თამაშობს, არამედ თუ როგორ თამაშობს და რა მოქმედებებს ახორციელებს, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი და შესაბამისად ეს გვაძლევს უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას. თამაში აუცილებლად კიდევ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ის უნდა იყოს პროცესორიენტირებული. ამ დროს თუ დავაკვირდებით ბავშვს, აი როდესაც ის არის ინტენსიურად რაღაცაში ჩართული, სახეც სხვანაირი შეიძლება გქონდეს, უფრო დაკვირვებული, მოდუნებული, მშვიდი, შეიძლება ერთი კონკრეტული ნივთი გქონდეს აღებული, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან ათვალიერებს, შეიძლება ერთი კონკრეტული სათამაშო გქონდეს, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან აკვირდება, ცდის, ატარებს ექსპერიმენტებს, აი ამ დავუშვათ ამ ნივთს თუ დადებს ერთ მხარეს, როგორ დადგება და ასე შემდეგ. აი ეს პროცესები არის უფრო მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ უნდა მივცეთ გასაქანი და შესაძლებლობა, ვიდრე იმას, როდესაც მაგალითად აქაც ზედმეტად ვერევით ხოლმე. ანუ ეს სათამაშო ამისთვის კი არ არის, ამისთვის არის. ანუ ხშირად არის ხოლმე, როდესაც რაღაცა კონკრეტული სათამაშოსთან მიმართებაში
ბავშვებს ვკარნახობთ და მიმართებას ვაძლევთ, რომ ეს ნივთი მაინც და მაინც ესე უნდა გამოიყენოს. და არ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ თავად აღმოაჩინონ ეს ნივთი და თავად მოახდინონ ამ ნივთით манипуляცია, ამ ნივთით ექსპერიმენტირება, ამ ნივთის გამოკვლევა, რომ თავად მოახდინონ აღმოჩენა და შესაბამისად, რაც არის ის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშემწყობია და ამ შემთხვევაში ეს არის ის, რომელიც ანვითარებს ტვინის შესაბამის უბნებს და იმ, ასე ვთქვათ, განვითარების სფეროებს, რომელსაც ესე ხშირად ჩამოვთვლით ხოლმე. მათ შორის ეს არის სოციალურ-ემოციური სფერო, კოგნიტური სფერო, ფიზიკური მიმართულება, ფიზიკური განვითარების სფერო და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია აქაც ისევ ხაზი გაუსვათ იმას, რომ თვითონ პროცესი არის საინტერესო და ამას უნდა დავაკვირდეთ. შემდეგ მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მინდოდა აღმენიშნა, ან მახასიათებლების მიღმა, არის ის, რომ განსაკუთრებით 2000 წლებიდან, მას შემდეგ, რაც ეს ტექნოლოგიები განსაკუთრებით ინტენსიურად შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში და შესაბამისად ბავშვების ყოველდღიურობაში, ხშირად არის ხოლმე, რომ ეს ტელევიზორი, კომპიუტერები, სხვადასხვა ბატარეაზე მომუშავე ხმოვანი ელექტრო სათამაშოები, რომელიც ფაქტიურად გელაპარაკება, გეკონტაქტება, რაღაცა ხმებს გამოსცემს, აი ეს ნივთები ხდება ბავშვის წამყვანი რესურსები და არა უშუალოდ მაგალითად ბავშვის მიერ მართული, ბავშვის მიერ წარმართული ან წარმოსახვითი და შემოქმედებითი თამაშის პროცესები. ანუ ბავშვი მაქსიმალურად რაღაცნაირად მიდრეკილია, რომ იმ ნივთის გამოყენებით შედარებით უფრო პასიური გახდეს და იმ ნივთს რა ფუნქციაც აქვს, უკვე ესეთი რაღაცა მკვეთრად გამოხატული ფუნქცია რაც აქვს, მხოლოდ აი ამ ფუნქციით ითამაშოს აი ამ სათამაშოთი. ან აქედან გამომდინარე ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ შეიძლება არ მოხდეს ბავშვის განვითარება, ბავშვის სწავლისა და განვითარების ხელშეწყობა ისე როგორც ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც ბავშვი არის ჩართული ბუნებრივ ურთიერთობებში, როდესაც ბავშვს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი წარმოსახვის, თავის მიერ წარმართულ აქტივობებში ჩართვით განახორციელოს ესა თუ ის საქმიანობა, რომელიც გაცილებით უფრო მეტად ასტიმულირებს ტვინს, ეს სხვადასხვა ნეირობიოლოგიური კვლევებით არის ნაჩვენები და დამტკიცებული და შესაბამისად სხვადასხვა კვლევები, ბევრი კვლევა განვითარების და განათლების და ადრეული განათლების მიმართულებით სწორედ ამას ადასტურებს. ანუ მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ტენდენცია ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებისათვის გავიაზროთ, რომ არ არის რეალურად სათანადო. ეხლა ხშირად ამას შეიძლება მოყვეს კრიტიკული მოსაზრებაც, რომ ითქვას, რომ იცი რა, აი არ არის ესეთი ადვილი ამის თქმა, იმიტომ რომ თუ ვერ ვაჩერებ ბავშვს და მე მჭირდება რაღაცა დრო, როდესაც სხვა საქმე უნდა გავაკეთო, მაგალითად, ამ დროს, ეს ტელევიზორი, ეკრანი და ასე შემდეგ ძალიან მეხმარება. კი, გეხმარებათ და კი ამ დროს ხედავთ ბავშვს ძალიან პასიურ, გაჩუმებულ, წყნარ მდგომარეობაში, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი, დასრულების მიზანი არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ესეთი პროცესი და ასეთი ტიპის აქტივობებში ბავშვის ჩართულობა არ არის ხარისხიანი თამაში და არ უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას. ამაზე მინდოდა მაინც აქცენტი გამეკეთებინა. ანუ ესე რომ ვთქვათ, რომ ბავშვი თამაშობს, მაშასადამე ცხოვრობს, შეიგრძნობს და აღიქვამს სამყაროს, იღებს შთაბეჭდილებებს, იყალიბებს საკუთარ უნიკალურ გამოცდილებებს. და დაუბრუნდები, რაც დასაწყისში აღნიშნე, რომ ხშირად თამაში მხოლოდ გართობასთან რომ ასოცირდება, ხშირად არის, როდესაც დასრულებით მე ორიენტირებული არიან, რომ ეხლა მორჩი თამაშს, ეხლა განვითარების ან სწავლის დროა, ხო? აი აქ მინდა რომ ეს ასე ვთქვათ გზავნილიც დაგრჩეთ რომ თუ საუბრობთ ბავშვებზე ადრეულ ასაკში განსაკუთრებით 8 წლამდე ასაკის ბავშვებზე მაქვს საუბარი და გვინდა იგივე დაუშვათ ბავშვმა გარკვეული სოციალური წესები აითვისოს ან თუნდაც წიგნიერების და მათემატიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა მოახდინოთ მათი ადრეული ასაკიდან ისევ და ისევ უფრო ეფექტური, უფრო სწრაფი, უფრო სტრატეგიული არის თამაშის პროცესი, ვიდრე უბრალოდ მიმთითებლური დიდაქტიკური კომუნიკაცია ბავშვთან. ანუ თუ მაგალითად გვინდა რომ ბავშვმა ისწავლოს
გარკვეული წესების დაცვა, როდესაც მაგალითად სტუმრად მივდივართ, ჯობს ეს თამაშის პროცესში, ეს წესები თამაშის პროცესში შევიტანოთ და თამაშით ისწავლოს ბავშვმა, აბა მოდი, როდესაც სტუმრად მივდივართ, როგორ ვიქცევით, ეს ვითამაშოთ მათთან ერთად. ოღონდ ამას სჭირდება მანამდელი პროცესებიც ბუნებრივია და არა ის, რომ ფაქტის წინაშე რო ვართ უკვე სტუმართან კართან ვდგავართ არა მაშინ, არამედ მანამდელი დაგეგმა, მანამდელი ურთიერთობა, სახლში შეიძლება ამის გათამაშება, ეს უფრო მალე და ეფექტურად ასწავლის ბავშვს გარკვეული პროცესების ათვისება სოციალური წესების თვალსაზრისით, ვიდრე მითითებები, დავალებები, ეხლა აქ ასე ვიქცევით, ეხლა ასე ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ბუნებრივია პერიოდულად გარკვეული შეხსენებები შეიძლება ბავშვს სჭირდებოდეს გარკვეულ ეტაპზე, იმიტომ რომ ადრეული ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის წესების დაცვა რთული პროცესია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი სოციალური უნარები და მათი კოგნიტური უნარები ჯერ ამისთვის მზად არ არის, ჩამოყალიბების პროცესშია. და შესაბამისად ის თუ როგორ შევუწყობთ ჩვენ ამის ჩამოყალიბებას ხელს, დიდწილად გავლენას ახდენს შემდგომში მის ფუნქციონირებაზე. ამიტომ ისევ და ისევ თუ გვინდა რაღაცა ისწავლოს ბავშვმა, სხვათა შორის იგივე დაუშვათ ახალი ინფორმაციის ათვისება იქნება ეს თუ იგივე მათემატიკური თვალსაზრისით გარკვეული ასე ვთქვათ მათემატიკური ოპერაციების წარმოება, თუ იქნება ეს გარკვეული წიგნიერების უნარჩვევების ათვისება, მათ შორის მაგალითად, როდესაც ბავშვს ვესაუბრებით ან ამბავს უყვებით და ამ ამბავთან დაკავშირებით კითხვას უსვამთ და გვინდა რომ მივიღოთ მათგან პასუხი, ხო, დასმულ შეკითხვაზე. ამ პროცესშიც მნიშვნელოვანია თამაშით სწავლა და თამაშით განვითარების ხელშეწყობა, ვიდრე აი ესე რაღაცა გამეორებით, მონოტონურად გარკვეული ტექსტების კითხვა, რომელიც შეიძლება სრულიად არასაინტერესო და არასახალისო აღმოჩნდეს ბავშვისათვის. ამიტომ ბავშვი თამაშობს, მაშინ სადამე ცხოვრობს და შეიგრძნობს და აღიქვამს სამყაროს. მე აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო თამაშის კატეგორიებზე, ძალიან მოკლედ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია ბუნებრივია ეს არის ფიზიკური თამაში, ანუ ამ დროს ბავშვი სხვადასხვა ისეთ აქტივობებში არიან ჩართულები, სადაც ისინი აქტიურები არიან ფიზიკურად, დაარბიან, დაახტიან, სადღაც აწვრებიან, თამაშობენ დაჭერობანას, დამალობანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ასეთი აქტივობის დროს, ან ბავშვის ასეთი აქტიურობის დროს, უსაფრთხოების დაცვა, ყურადღების მიქცევა, რომ ბავშვს რამე ხიფათი ხუარელის ან ხომარ დაზიანდება, თუმცა აი ეს ყურადღების მიქცევა ჩვენ საზოგადოებაშიც ცოტა ქცევის დონეზე არის რაღაცა სხვანაირად მიწოდებული. ანუ აქაც ხშირად ჭარბად ერთვება ხოლმე ზრდასრული პროცესში და ხშირად აწყვეტინებს ბავშვს რაღაცას. მაგალითად, როდესაც ბავშვი დაარბის, ეუბნება არ ირბინო, ან როდესაც ბავშვი დახტუნავს, ეუბნება არ იხტუნაო. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, იმიტომ რომ მათი ფიზიკა რო ვითარდება და მით უმეტეს, როდესაც მაგალითად მე მომავალში ვსაუბრობთ, რომ ბავშვმა უნდა შეძლოს კონცენტრირება გარკვეულ საგაკვეთილო პროცესებში, როდესაც ის სკოლაში შედის და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია, არსებითია, გადამწყვეტია, რომ მას ჰქონდეს ფიზიკური აქტიურობის შესაძლებლობა. ამასთან მიმართებაში სხვათა შორის არსებობს ძალიან საინტერესო კვლევები და აქაც ყოფილა ესეთი დაკვირვება გაუკეთებიათ და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ერთ-ერთ ბაღში, როდესაც კამერით აკვირდებოდნენ ბავშვების მოძრაობას, 15 წუთის განმავლობაში საშუალოდ გარკვეულ ბავშვთა რაოდენობას აქვს გავლილი 6 კილომეტრზე მეტი. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ფიზიკური სტიმულაცია და რო შევადაროთ ახლა საქართველოს კონტექსტში, აი თქვენ თვითონაც რო გაიხსენოთ ბაღებში, ვისაც დაგყავთ ბავშვები, ძალიან ხშირად უმეტესობა აქტივობებისა არის სამაგიდო, ბავშვების ხედან მაგიდებთან, ან ბავშვების ხედან სკამებზე და ბავშვები პასიურად ისმენენ რაღაცებს, რასაც დაუშვათ დასრულის თავაზობს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ხრივ თქვენს თავებსაც, როგორც მშობლებმა და ასევე დაუშვათ სპეციალისტებსაც მიაქციოთ ყურადღება პრაქტიკოსებს, რომლებიც მუშაობენ თქვენს შვილებთან, რომ ამ მიმართულებით დაბალანსებული იყოს ბავშვის, ასე ვთქვათ, ფიზიკური აქტიურობაც, ფიზიკური თამაშიც. მეორე მნიშვნელოვანი კატეგორია ეს არის ექსპრესიული თამაში, ანუ როდესაც ბავშვებს სხვადასხვა რესურსების გამოყენებით იქნება ეს საძერწი საშუალებები, საღებავები, ფანქრები, არ ვიცი, ნებისმიერი ნივთით შეუძლიათ
მუსიკალური ინსტრუმენტები, გამოხატონ საკუთარი თავი, გამოხატონ საკუთარი ემოციები, გამოხატონ საკუთარი აზრები. აი ეს ძალიან საინტერესოა კიდევ იმ მხრივ, რომ შეიძლება ასე შეიძლება კი არა და სწორედ ასე ბავშვი უფრო მეტად ექსპრესიულია და აი ამ პროცესში შეიძლება უფრო მეტად დაინახოთ რა ხდება ბავშვის თავს, ანუ რა არის ბავშვისათვის საინტერესო, რისგანაა აქ ბავშვთა დაბეჭდილება მიღებული და იმ წუთას რა ინფორმაციის გადამუშავებას ცდილობს ის, რის გამოცდას ცდილობს, რისი გამოცდილების რა გამოცდილებაზე დაფუძნებით ცდილობს აი რაღაცა განცდების გადახარშვას და გადამუშავებას. აი ასეთ პროცესში ეს ხშირად უფრო მეტად ჩანს, ვიდრე მაგალითად, როდესაც ბავშვებს ვეკითხებით, აბა რა მოხდა დღეს ბაღში? ან რა ხდებოდა ვინ გაგანაწენა? ან რამ გაგახარ, რა მოგეწონა? შეიძლება ამ დროს ბავშვმა უბრალოდ არაფერი არ გუპასუხოს. იმიტომ რომ აქაც გააჩნია ხო, აი მაგალითად, როდესაც ადრეული ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ, როდესაც მეტყველება განვითარების პროცესშია, შეიძლება სიტყვებით ბავშვმა ვერ გადმოსცენ რაღაცეები, მაგრამ აი ამ თავისი ნახატით, აი ამ თავისი მუსიკალური ინსტრუმენტების თუ სხვადასხვა ნივთებით გამოყენებით, რომელიც რაღაცა ხმებს გამოსცემს, აი ამითი გამოხატონ და ამითი დაგვანახონ რეალურად რა ხდება მათ თავს. ასევე ძალიან საინტერესო არის ეგრეთ წოდებული სიმბოლური თამაში და დრამატული თამაში. სიმბოლური თამაში გულისხმობს საგნებით ან სათამაშოებით ვითომ თამაშს. ან როდესაც მაგალითად ბავშვი იღებს კუბიკს და კუბურას და ალოს ამბობს დაუშვათ ვითომ ის ტელეფონია, ხო? ანუ იყენებს სხვადასხვა ნივთებს, რომელსაც სრულიად სხვა ფუნქცია შეიძლება აქვს რეალობაში, მაგრამ ამ ნივთებს გარკვეულ წარმოსახვით ფუნქციას ანიჭებს და ამ ობიექტებით, ამ ნივთებით თამაშობს. აი დრამატული თამაშის შემთხვევაში ეს უფრო კიდევ უფრო კომპლექსური ხდება და ბავშვი უკვე რაღაცა გარკვეულ როლებში შედის. თამაშობენ სხვადასხვა როლებს და აი დრამატული თამაში განსაკუთრებით საინტერესოა მშობლებისთვის დასაკვირვებლად, იმიტომ რომ აი აქ ხშირად არის, როდესაც ბავშვები გამოხატავენ შინაგან განცდებს, გამოხატავენ იმ შთაბეჭდილებას, ან ინსცენირებას უკეთებენ იმ პროცესებს, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. და ხშირად ეს სცენარები, ეს მომენტები შეიძლება იყოს ძალიან როგორც ვთქვა, უარყოფითი პროცესებად, რაც აღიქმება სოციალურ-კულტურულად, ხო? მაგალითად, დავუშვათ, გარდაიცვალა ადამიანი და აი ამ როგორ რეაგირებენ ამასთან მიმართებაში დასრულები ბავშვმა ამის ინსცენირება განახორციელოს. მაგალითად, შეიძლება გამოიყენოს ამ დროს თოჯინას, როდესაც დავუშვათ, მთელი ეს პროცესი წარმოგიდგინოთ ამ თამაში და ამ დროს მშობელი შეშფოთდეს, რომ ვაიმე, ჩემი შვილი ეს რას აკეთებს, რას თამაშობს, რაღაცაში ამის თავს საქმე და არაფერი ეს არის ჩვეულებრივი განვითარება. ბავშვი ამ პროცესით ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, ამ პროცესით ამუშავებს თავის ემოციებს, თავის განცდებს და აი ამ თამაშის პროცესში კი შეიძლება ხშირად გარკვეულ გამოსავალს, გარკვეულ სტრატეგიებს მიაგნოს, თუ როგორ შეიძლება რაღაცა პროცესი და რაღაცა პრობლემა, რომელიც მას აწუხებს, განსაკუთრებით უარყოფითი ემოციების შემთხვევაში, გადალახოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ხა ერთ წინადადებაში ბუნებრივია რთულია დრამატულ თამაშზე საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია ამას მიაქციოთ ყურადღება და გასაქანი მისცეთ ამ პროცესებს. კი არ შეაწყვეტინოთ ბავშვებს ეს პროცესები. არამედ მისცეთ შესაძლებლობა და თუ მაინც და მაინც ამ პროცესში ჩართვა გსურთ და კარგი იქნება, რა თქმა უნდა, თუ აპირებთ, რომ შეხვიდეთ ინტერაქციაში და მათთან ერთად ითამაშოთ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩაერთოთ, გახდეთ გარკვეული როლის შემსრულებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ როლში აიღოთ ისეთი როლი, რომელიც ბავშვს შეაწყვეტინებს ამ პროცესს. იმიტომ რომ ამ პროცესში ჩართვით, თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ, ვიდრე იმითი, რომ უბრალოდ შეაწყვეტინოთ და უბრალოდ დაუშალოთ რაღაცა კონკრეტული ქმედების განხორციელება. ძალიან ასევე მინდოდა ორ მომენტზე გამემახვილებინა ყურადღება, ეს არის გაცნობითი, ეგრეთ წოდებული გაცნობითი თამაში, ხა როგორც კატეგორია ეს არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა ლიტერატურა ამაზე აქცენტს აკეთებს და ძალიან საინტერესოა, რაც გულისხმობს ამაში. აქ იგულისხმება ესეთი თამაშით ისეთ პროცესებში შესვლა, ან ისეთი ნივთების დათვალიერება, რომელიც ბავშვისათვის სრულიად ახალია
შეიძლება გარკვეული შფოთვის და შიშის გამომწვევიც კი იყოს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ამ დროს ისევ და ისევ თამაშის პროცესით დრო დაეთმოს. აი მაგალითად, როდესაც ბავშვი მიდის ექიმთან, როდესაც ექიმმა რაღაცა გარკვეული სხვადასხვა ნივთებით, რაღაცა манипуляცია უნდა განახორციელოს ბავშვზე, რომ შეამოწმოს მაგალითად მისი ჯანმრთელობა, ან მაგალითად, როდესაც ბავშვი მიდის მაგალითად სტომატოლოგთან, ხო? ამ დროს მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ჰქონდეს დრო, დაუთმოს დრო და აღმოაჩინოს რა ნივთებია ეს, რა საშუალებებია, რომლითაც დაუშვათ მისი კბილი უნდა მოწესრიგდეს, ხო, აი როგორ მოხდება პირისგრუს დათვალიერება და ასე შემდეგ. ანუ მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს დრო, როდესაც ის თამაშით აღმოაჩენს აი ამ ნივთებს და თამაშით აღმოაჩენს ამ პროცესებს. უბრალოდ დაყენება ბავშვის და ახსნა რომ არ გეტკინება, ნუ გეშინია მე აქ ვარ, ამან პრინციპში კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაზარდოს სტრესი და კიდევ უფრო მეტად გაზარდოს შფოთვა და შიში. ამიტომ თამაშის პროცესი და შეიძლება სხვა ვებინარები დაუთმოთ, სხვა ვებინარებზე და სხვა ლაივებზე დრო ამას, როდესაც მაგალითად თამაში განვითარების და სწავლის სტრატეგიის მიღმა არის ასევე თერაპიული პროცესიც, ასევე გარკვეული ასე ვთქვათ, ტრავმების დაძლევის პროცესიც, რომელიც ბუნებრივია ასევე განვითარების და სწავლის პროცესია, თუმცა უფრო აქცენტირებულად ვისაუბროთ ამაზე. რაც დეტალი, რაც მინდოდა აღმენიშნა, ეს არის როდესაც მაგალითად თავად ბავშვებს არ შეუძლიათ თამაში, გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გარკვეული ასე ვთქვათ, დაუშვათ რამე ტკივა და ფიზიკურად ვერ მოძრაობს, ან გარკვეული ამა თუ იმ მდგომარეობის გამო. აქ მნიშვნელოვანია და არსებობს ესეთი სტრატეგია და პროცესებიც, როდესაც ბავშვის ნაცვლად თამაშობს სხვა ბავშვი ან მისი მზრუნველი პირი, მშობელი. ანუ ეთამაშე მასთან არის, როდესაც ის ახორციელებს იმას, რასაც მაგალითად ბავშვი განახორციელებდა. ეს სტრატეგიები სხვათა შორის ძალიან ხშირად გამოიყენება, როდესაც ბავშვები არიან მაგალითად კლინიკაში, აქვთ ჯანმრთელობის სირთულეები, ცუდად გრძნობენ იმ წუთას თავს და თავად არ აქვთ ამისი მოთხოვნილება, ან სურვილი, ან შესაძლებლობა, რომ თავად ჩაერთონ აქტიურად ამა თუ იმ თამაში. ამ დროს მაგალითად, როდესაც მშობელი მასთან ერთად არის და დაუშვათ თითების თოჯინებით ან სხვადასხვა რესურსების გამოყენებით მასთან თამაშობს, ეს მის ტვინზე მოქმედებს ძალიან დადებითად და ფაქტიურად ბავშვი უკვე ემოციურად ერთვება ამ პროცესებში, ფსიქიკურად ერთვება ამ პროცესში და ეს ძალიან დადებით გავლენას ახდენს მის ასე ვთქვათ განვითარებაზე ამ პროცესში და ასევე გამოჯანმრთელებაზეც. ბოლოსკენ მინდა მე ვისაუბრო ძალიან მოკლედ გითხრათ საკთან მიმართებაში რას შეიძლება დავაკვირდეთ, აი მაგალითად რას ნიშნავს სენსომოტორული თამაში. ეს არის პროცესი, რომელიც დაბადებიდან 3 თვემდე, 4 თვემდე ასაკის ბავშვს ახასიათებს. ამ ეტაპზე ბავშვი ბევრს ამოძრავებს ხელებს, ფეხებს, აი ამ პროცესში შეიგრძნობს და სწავლობს საკუთარ სხეულს, პირში იდებს ხელს, ფეხს, ყველაფერს, ან ცდილობს, რომ ყველაფერი პირში ჩაიდოს, ხო? ეს არის სტრატეგია ამასაკობრივი ჯგუფისათვის, რომლითაც ის აღიქვამს სამყაროს. და ეს არის სტრატეგია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის სენსომოტორული თამაში, როდესაც ბავშვი ცდილობს მაქსიმალურად ასე აითვისოს სამყარო. ასევე ამასაკობის ბავშვებს უკვე ახასიათებთ მზრუნველი პირის მიერ, ანუ დავუშვათ რა ემოციებსაც, რა მიმიკებსაც მზრუნველი პირი გასცემს ბავშვისადმი, ის გაიმეოროს, იგივე ხმები გაიმეოროს. აი თქვენს რომ დააკვირდეთ, ვისაც შვილები გყავთ, თუ დავუშვათ რაღაცა ხმას გამოსცემთ და გაუღიმებთ ან სახესახლოს მიიტანთ და იქ რაღაც გარკვეულ მიმიკას მიიღებთ, რამოდენიმე წამი დააცადეთ, რაღაცა პერიოდი დააცადეთ და ის აუცილებლად გაიმეორებს თქვენს ხმას, თქვენს მიმიკას, რაც ძალიან საინტერესო ინტერაქციული პროცესია და ასე ვთქვათ, ესეთი მარტივი ფორმაა იმ თამაშისა და თამაშითი ურთიერთობისა, რომელიც უკვე განვითარებას ასახავს ბავშვისას. შემდეგ ესეთი ეგრეთ წოდებული მარტო ეულად თამაშის პროცესი არსებობს, რასაც ბავშვი
დაახლოებით 2 წლამდე ახორციელებს. ეს არის ეტაპი, როცა ბავშვის უფრო მნიშვნელოვანი არის თამაშოს, ანუ ცალკე თამაშობს, თავისთვის თამაშობს, მას არ აქვს ინტერესი და მოთხოვნილება, რომ სხვებთან შევიდეს ინტერაქციაში. ამიტომ, როდესაც 2 წლის ბავშვს მაგალითად ვეუბნებით, ანუ 2 წლამდე წლინახევრის ბავშვს, 1 წლის ბავშვს ვეუბნებით, მათხოვე, გავცვალოთ, ვიურთიერთოთ და ვითამაშოთ, მისთვის შეიძლება ეს სრულად გაუგებარი პროცესი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის ამ კონკრეტული ნივთით თუ რაღაცა კონკრეტული ობიექტით თავად იყოს დაკავებული და იყოს ჩართული და კონცენტრირებული რაღაცა გარკვეულ პროცესში, რომელიც არის აღმოჩენითი და შესწავლითი პროცესი სამყაროსი. შემდეგი მნიშვნელოვანი სტადია ეს არის მაყურებლის თამაში, როდესაც ბავშვი არის უფრო თუ ეს არის დაახლოებით ასევე 2 წლიდან ასაკში, როდესაც ბავშვი უფრო დამკვირვებელი ხდება. ანუ ის დიდად ჯერ არ შედის სხვა ბავშვებთან ინტერაქციაში, ჯერ არ აინტერესებს სხვა ბავშვებთან ერთად თამაში. მაგრამ იწყებს ნელ-ნელა დაკვირვებას და ნელ-ნელა შეხედავს, რომ ის რას აკეთებს, ის რატო აკეთებს, თვალყურის მიდევნებას აკეთებს, აკვირდება სხვების თამაშს, სხვების მოქმედებებს, მაგრამ მათთან ერთად ჯერ არ თამაშობს და მნიშვნელოვანია სხვათა შორის, ახლა რატო ვამბობ აი ამ სტადიებზე, რატო ვამახვილებ ყურადღებას. ეს თქვენ როგორც მშობლებს გაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას, ხო, რომ რაღაცა ასაკში, რაღაცა სხვადასხვანაირად თამაშობს ბავშვი. ანუ ის კი არა, რომ ჩემ შვილს რაღაცა პრობლემა აქვს, ან გამოწვევა აქვს, თუ მაგალითად ის თავისთვის თამაშობს, როდესაც ის არის 1 წლის ან წლინახევრის. არამედ ის, რომ ეს შესაძლებელია ამ ასაკობრივი პერიოდისათვის იყოს ბუნებრივი დამახასიათებელი პროცესი. თუმცა თუ ხედავთ, რომ მაგალითად 3 წლის, 4 წლის ბავშვი მარტო თამაშობს და არ ერთვება სხვებთან ურთიერთობაში და არ აქვს სურვილი სხვა ბავშვებთან თამაშის, აი ეს შეიძლება თქვენთვის საყურადსაღებო იყოს, ხო? ან მაგალითად, როდესაც ბავშვი, რომელიც არის 5 წლის და ისევ მაგალითად მაყურებლის ან დამკვირვებლის ქცევას ავლენს მხოლოდ, ანუ არ ურთიერთობს, არ ერთვება სხვებთან თამაში და მხოლოდ აკვირდება სხვების თამაშს. ამასაც შეიძლება ყოველდღე საყურადღებოს რომ ამბობ, ეს არ ნიშნავს ბუნებრივია ავტომატურად იმას, რომ ბავშვს რაღაცა განვითარების შეფერხება აქვს, ან რაღაცა რადიკალური პრობლემა აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია ესეთ დეტალებს მივაქციოთ ყურადღება, რომ რაც უფრო ადრე მივაქცევთ ამას ყურადღებას, მით უფრო მალევე მოხდება, ასე ვთქვათ, შესაბამისი ჩარევა, შესაბამისი მხარდაჭერა ბავშვის, რომ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა მოხდეს სათანადოდ ისევ და ისევ თამაშის პროცესით. ასევე მნიშვნელოვანი სტადია არის პარალელური თამაში 2 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვების შემთხვევაში. ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვები უკვე თან ერთმანეთსაც აკვირდებიან და ალაგ-ალაგ ერთმანეთთან ერთვებიან კიდეც ან რაღაცა ერთ და იგივე აქტივობას თამაშობენ, ამ გაზიარებულ აქტივობაში არიან ჩართულები, მაგრამ შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყოს ისე ინტენსიურად მათ შორის გაცვლა, ინტერაქცია, ჩართულობა და ასე შემდეგ. უკვე 3-4 წლის ასაკიდან იწყება ეგრეთ წოდებული ასოციაციური თამაშის სტადია. ამ თამაშის დროს ბავშვები ერთმანეთთან უკვე ურთიერთობენ ინტენსიურად, ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები, ესაუბრებიან ერთმანეთს, თუმცა აქაც შეიძლება ჯერ კიდევ გამოწვევები გქონდეს იმ მხრივ, რომ დავუშვათ რამდენად გააზიარებენ ერთი და იგივე ნივთს, რომელიც ორივეს უნდა დავუშვათ, ან სამივეს უნდა, რომ აი ამ ნივთით ითამაშოს. ანუ მნიშვნელოვანია, რომ მიაქციოთ ყურადღება აი ამ სტადიებს და უკვე 4 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვიძლია დავინახოთ ეგრეთ წოდებული კორპორატიული ანუ თანამშრომლობითი თამაში, რაც გულისხმობს უფრო ორგანიზებულ ურთიერთობას, ურთიერთქმედებას და ბავშვები ამ დროს უფრო ჯგუფურად თამაშობენ კიდეც, გარკვეულ წესებსაც იგონებენ, რომელიც წესებით შეიძლება მათივე შემუშავებული იყოს, მე თვითონვე დაშალონ ეს წესები, მაგრამ აქ უფრო თანამშრომლობითი და ერთმანეთზე დამოკიდებულია ეს პროცესები. ანუ მე ხარ რაზეც ვისაუბრე, ბუნებრივია ეს ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ესე გამეშალა, მაგრამ რაზეც მე აქცენტი გავაკეთე ეს იყო თუ როგორი სტადიები არსებობს ასაკისა და განვითარების შესაბამისად თამაშისა, რა შეიძლება მივაქციოთ ყურადღება. ასევე ვისაუბრეთ რა მნიშვნელოვან მახასიათებლებს გულისხმობს თამაში, როგორც ხარისხიანი სწავლისა და განვითარების პროცესი
და აქცენტი გავაკეთეთ თვითონ როგორი კატეგორიების, როგორი ფორმების შეიძლება იყოს თამაშის პროცესი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ, მეც წავიკითხავთ, მეც გავეცნობით, მეტად დავაკვირდებით და რაც ყველაზე მთავარია, დავუთმობთ ბავშვებს დროს, მივცემთ ბავშვებს დროს და გასახანს რომ უფრო მათ მიერ წაწოლილი პროცესები იყოს და არ იყოს გაწყვეტილი დასრულის მიერ, ან დასრულის მიერ წაწოლილი ეს პროცესი. ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენთ და აღმოვაჩენთ რომ ბავშვების შინაგანი სამყარო არის ძალიან მრავალფეროვანი და აი ეს სწავლისა და განვითარების სწორედ ეს თამაშით პროცესი ავითარებს ბავშვს როგორც ფიზიკურად, ავითარებს ბავშვს ემოციურად, სოციალური უნარჩვევების თვალსაზრისით, კოგნიტურად და საბოლოო ჯამში, ესე დანაწევრებული და ნაწევრების ერთიანობა არ არის, ხო, ბავშვი საბოლოო ჯამში მთლიან პიროვნულად ვითარდება და რო შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, რატომ დავარქვით დღევანდელ შეხვედრას თამაში და განვითარება თუ განვითარება თამაშით 10 მნიშვნელოვანი საკითხი რო გამოვყოთ, დავასახელებდი შემდეგ, ასე ვთქვათ, დებულებებს. პირველი ეს არის, რომ თამაში აძლიერებს და ავითარებს ბავშვის ტვინს. სხვადასხვა კვლევები გვაჩვენებს ამას. ხედავთ, რომ მაგალითად, როდესაც ბავშვი 20 წუთის განმავლობაში უბრალოდ ზის და ისმენს ვიღაცის წაკითხვის ზღაპარს, ეს შეიძლება მისი ანუ ამ დროს მისი თავის ტვინი არ იყოს ისეთი ანთებული და ინტენსიურად ჩართული ამ პროცესში, როგორც მაგალითად ბავშვი, როდესაც დრამატურგიულ თამაშია ჩართული, როდესაც დასრულთან ერთად მაგალითად რომელიც უკითხავს მას ზღაპარს ან ამბავს, ან უყვება გარკვეულ ამბავს, გარკვეულ განსახიერებებს, ასახიერებენ პერსონაჟებს, აი ამ პროცესით უფრო მეტად სწავლობდეს, იმახსოვრებდეს კიდეც სიუჟეტს, გადმოსცემდეს კიდეც ამ სიუჟეტს და შთაბეჭდილებას იღებდეს ამ სიუჟეტსთან, რაც ყოველთვის სწავლობდეს კიდეც ამ სიუჟეტებისგან რაღაცას. იმიტომ რომ არსებობს ამბები, ან ზღაპრები, ან დაუშვათ ფილმები, ან მულტფილმები, რომელიც გარკვეულ სოციალურ ქცევებს, ან სოციალურ სტრატეგიებს ასწავლის ბავშვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამას მივაქციოთ ყურადღება. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის, რომ თამაში ეხმარება ბავშვს პრობლემების გადაჭრაში, ანუ როდესაც ვაძლევთ ბავშვს საშუალებას, რომ თავად გამონახოს გამოსავალი თამაშის პროცესში, ეს ერთის მხრივ შემოქმედებითობასაც უწყობს ხელს, რაც შემდეგი მნიშვნელოვანი მიზეზია და მეორეს მხრივ სულთად კოგნიტურად ავითარებს ბავშვს, რომ მან ისწავლოს, მან გამოიმუშაოს უნარი პრობლემების მოგვარებისა და პრობლემების გადაჭრისა. როგორც გითხარით, შემდეგი მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის შემოქმედებითობის განვითარება, არასტანდარტული, არაშაბლონური სტრატეგიებით მოქმედება, არამედ თავისი უნიკალური სტრატეგიების გამომუშავება. თამაში არის პროცესი, რა დროსაც მცირდება სტრესი, ნაკლებია შფოთვა და შიში და აი ამ ეს პროცესი უფრო უსაფრთხო და დაცულ კონტექსტის იმისათვის, რომ ბავშვმა გარკვეული პროცესები დაამუშაოს და გადაამუშაოს, თუ ეს მით უმეტეს ეხება უარყოფით ემოციებს, თამაში არის სოციალური წესების ათვისების საუკეთესო გზა. მაქსიმალურად მოკლე დროშიც და მაქსიმალურად ეფექტურად. თამაში არის პროცესი, რომელიც აძლიერებს და ამყარებს ბავშვის მედეგობას და თამაში ხელს უწყობს ბავშვის შინაგანი და გარეგანი სამყაროს აღმოჩენას, ანუ გარეგანი სამყაროს ათვისებას, შესწავლას და შინაგანის გამოტანას, ანუ საკუთარი ემოციების და საკუთარი განცდების გამოტანას და ბოლოს თამაში იძლევა ინფორმაციას ბავშვის საჭიროებების და განწყობილებების შესახებ. ანუ ჩვენთვის დასრულებისთვის, დამკვირვებლებისთვის, მათზე მზრუნველი პირებისათვის თამაში გვაძლევს კომპლექსურ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა ბავშვის განვითარება, თუ რა საჭიროებები აქვს, რა აწუხებს, რა უხარია, რა ამ ეტაპზე როგორ განწყობილებაზეა და ასე შემდეგ. ეს არის პრინციპში, რაც დღეს მე თქვენთვის მინდოდა რომ მეთქვა. მე სიამოვნებით, პირადად მე სიამოვნებით დაველოდები თქვენს კომენტარებს, შეკითხვებს, თუნდაც ვებინარის შემდეგ და მე ან ჩემი კოლეგები სიამოვნებით გაგცემთ პასუხს დასმულ შეკითხვებზე. მე ასევე შევეცდები, რომ როდესაც დავგეგმავთ მომდევნო შეხვედრებს, ლაივებს თუ ვებინარებს, კიდევ უფრო აქცენტირება გავაკეთოთ აი ამ სხვადასხვა პროცესებში თამაშის მნიშვნელობაზე, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ რას
რას ნიშნავს ხარისხიანი ჩართულობა და რას ნიშნავს ეთილდღეობის ხელშეწყობა თამაშის გზით და აქვე ვიტყვი უბრალოდ ბოლოსკენ, რომ თამაში არა მხოლოდ ის არის, რომ ის არის სახალისო პროცესი და განვითარების და სწავლის სტრატეგია, არამედ ეს არის უფლებების პერსპექტივიდან რომ ვთქვათ, ბავშვის ფუნდამენტური უფლება მას ჰქონდეს ამის შესაძლებლობა და შეიძლება პრინციპში მომდენო ვებინარებზე აი ამ პერსპექტივით, აი ამ უფლებრივი პერსპექტივითაც ვისაუბროთ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დღეისათვის პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ. კარგად ზანდებოდეთ.